при должности была я или не при должности была. როგორ უგრძნობდი თავს, როცა თანამდებობაზე ვიყავი, ან როცა არ ვიყავი. Я себя чувствовала ერთნაირად გრძნობდი თავს. თავს გრძნობდი დედად, ცოლად, დიასახლისად და რა თქმა უნდა თანამშრომლად. ჩემი რძალი, ჩემი ძმის ცოლი, რომელიც აქვე მეზობლად ცხოვრობს, მეუბნებოდა. შენს კარზე უნდა ეწეროს ღარიბების მდივანი. ხერჯერუნ ქარდუღარა. С 1984 года мы здесь живем. В центре 1984 წლიდან აქ ვცხოვრობთ. больница была. ცენტრში იყო ეგრეთ წოდებული მედქალაქი, საავადმყოფო. ეზოში კი ექიმებისთვის იყო აშენებული ფინური სახლები. ჩვენ იქ ვცხოვრობდით. შემდეგ როცა რაიკომში ვმუშაობდი, ეს სახლი სწორედ პარტიის რაიონული კომიტეტის თანამშრომლებისთვის ააშენეს. ეს შენობა 8 ბინისგან შედგება. თანამშრომლებს, ვისაც საკუთარი სახლი არ ჰქონდათ და საცხოვრებელი პირობებიც კეთილმოწყობილი არ ჰქონდათ, აქ მისცეს ბინები. იცით, ჩემი მამა სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში მუშაობდა ახალქალაქში. შემდეგ როცა ბოგდანოვკაში კგბ-ს განყოფილება გაიხსნა, სამსახურში აქ გადმოიყვანეს და მთელი ოჯახით აქ გადმოვედით. რამდენიმე წელი უსაფრთხოების ორგანოებში მუშაობდა. შემდეგ მილიციაში. მილიციის უფროსის მოადგილედ და საპასპორტო სამსახურის უფროსად. იქიდან პენსიაზე გავიდა მილიციის მაიორის წოდებით. Кстати, он был участником. სხვათა შორის, ის ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე იყო. პროფესიით ავიამექანიკოსი. მან 900 დღე გადაიტანა ბლოკადაში. დღეში მხოლოდ 150 გრამი პური ეკუთვნოდა. ასეთი ნორმა იყო იქ. მან ძალიან ძიმე, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრება გამოიარა. როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ის ტიროდა. ძალიან ძიმედ გადაიტანა ეს. ამბობდა: ჩვენ ხომ სიცოცხლის ფასად ვიცავდით ჩვენს ქვეყანასო. Защищали нашу страну, рисковали жизнью. შემობრძანდით. Ну, детство, как у всех. სხვა ბავშვობის მსგავსად მქონდა უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა. ამას აქში ვინ ფიქრობს ოჯახის პრობლემებზე? სკოლაში კარგად ვსწავლობდი. კომკავშირის ორგანიზაციის მდივანი ვიყავი. მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს მომავალ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენდა. როცა პირველ წელს ინსტიტუტში ვერ ჩავაბარე, მაშინ ერევანში ვაბარებდი. სამუშაო დავიწყე აქ ყველისა და კარაქის ქარხანაში, კადრების განყოფილებაში. სწორედ იქ შევედი პარტიაში. მაშინ ახალგაზრდების მიღება სჭირდებოდათ და მეც მიმიღეს კომუნისტურ პარტიაში. შემდეგ როცა ინსტიტუტი დავამთავრე და სკოლაში დავიწყე მუშაობა, რადგან პარტიის წევრი ვიყავი და აქტიური ადამიანი, პარტიული ორგანიზაციის მდივნად დამნიშნეს. მოგვიანებით პარტიის რაიონულ კომიტეტში გადამიყვანეს სამუშაოდ. ერთი რამ განსაკუთრებით მომწონდა. კადრების წინსვლა ქვემოდან ზემოთ ხდებოდა. ხშირად აკრიტიკებენ საბჭოთა დროის გამოთქმას. კადრები ყველაფერს კვეტენ. შეიძლება ყველაფერს არა, მაგრამ ბევრს ნამდვილად. იყო კარგიც და ცუდიც. რაიკომში მუშაობის დროს ჩვენ ვამაყობდით ჩვენი რაიონით. საკავშირო სოციალისტურ შეჯიბრებებში ხშირად ვიმარჯვებდით. ყოველ წელს მოსკოვიდან, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან ჩამოდიოდნენ. ჩამოქონდათ გარდამავალი წითელი დროშა და ოფიციალურად საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად გვაჯილდოებდნენ. ჩვენი პატარა რაიონი 25,000 ტონა რძეს აწარმოებდა და თითქმის 7,000 ტონა ხორცს, თან ძალიან მაღალი ხარისხისას. სუბალპური საძოვრების პროდუქცია განსაკუთრებულად ხარისხიანი იყო. აქ ევროპული ტიპის ყველსაც ამზადებდნენ,
ხოლო ჩვენი შვეიცარიული ყველი ფართოდ იყო ცნობილი. მაგრამ ერთი რამ ცუდი იყო. ყველაფერი მთლიანად სახელმწიფოს ბარდებოდა. მე ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ თუნდაც 5% ადგილობრივ მოსახლეობას რომ დარჩენოდა და მაღაზიებში თავისუფლად გაეყიდათ, უკეთესი იქნებოდა. ამის ნაცვლად, ადამიანები იძულებულნი იყვნენ სხვანაირი გზებით ეშოვათ პროდუქტი. ასე იყო და აი ეს მე არ მომწონდა. ეს იყო პატარა რაიონი, მაგრამ მას თავისი მუშათა კლასი ჰყავდა. ჩვენთან მექანიკური ქარხანა იყო. თბილისის საავიაციო ქარხნის ფილიალი. ეს ქარხანა საიდუმლო ობიექტი იყო. ბევრი მამაკაცი მუშაობდა იქ. მაშინ ბევრი ქარხნები იყო. მაგალითად, სამკერვალო ქარხანა, რომელიც ქალაქ ივანოოსთან იყო დაკავშირებული. იქიდან გვიგზავნიდნენ ნედლეულს, ჩვენ კი აქ ხარისხიან პროდუქციას ვამზადებდით. ასევე გქონდა სამკერვალო ტრიკოტაჟის ქარხანაც. სოფლებშიც იყო ამ ქარხნების ფილიალები. სოფელ ეშტიაში, გონდურაში, განძაში. მაშინ ქარხნები და საწარმოები მუშაობდა. ჰქონდა თევზის წარმოებაც. თევზსაშენი მეურნეობა სოფელ ტამბოვკაში, ფარავნის ტბის სანაპიროზე. ახლა ამ სოფელს ხულგუმო ქვია. იმ მხარეს არის კიდევ სოფელი ასპარა. სხვათა შორის, ასპარა სრულიად დაცარიელდა. საერთოდ აღარ არსებობს ეს სოფელი. მხოლოდ ცარიელი სახლები დარჩა და მეტი არაფერი. ხალხს თევზაობის უფლებას აძლევდნენ, მაგრამ შეზღუდულად. განსაზღვრული იყო, სად შეიძლებოდა თევზაობა და რომელ დროს. მაგრამ შემდეგ უკონტროლოდ დაიწყეს თევზაობა და თევზი თითქმის აღარ მრავლდება. ახლა სულ პატარა თევზებიღა დარჩნენ, იმიტომ რომ ვეღარ იზრდებიან. ადამიანები მუშაობდნენ, არსებობდა საკუთარი მუშათა კლასი. ადრე როცა ანგარიშებს ვწერდით, მიგრაცია ჩვენთან 7%-ზე ნაკლები იყო. 7%-ზე ნაკლები გადიოდა სამუშაოდ სხვაგან. ახლა კი. აი ეს სპანდარიანის ქუჩა, რომლითაც თქვენ გამოიარეთ, ნახევრად ცარიელია. ადამიანები მიემგზავრებიან სამუშაოდ. მართალია, ეხლა მიწები მუშავდება. ფერმები შექმნეს ახალგაზრდა, მოხერხებულმა, შრომის მოყვარე ადამიანებმა, რომლებმაც მოახერხეს თავისი თავის პოვნა ახალ პირობებში, სახსრების შოვნა და რაღაცის შექმნა. მაგრამ ჯერ ერთი, ასეთები ცოტანი არიან. და ვთქვათ, თუ კი ფერმერს 10-დან 15-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული, მოსახლეობის დიდი ნაწილი ომუშევარია. ამიტომაც იძულებულნი არიან დატოვონ აქაურობა. А хорошо знаете, что сейчас? და იცით, კარგი ისაა, რომ დღეს მაღაზიებში ყველაფერი არის. ვერ გაარჩევ, თბილისში ხარ თუ ნინოწმინდაში. ერთი და იგივე საქონელია. მაშინ კი თაროები ცარიელი იყო. 1983-დან 84-მდე წლებში პოლონეთში ვიყავით და მარტინს ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი. ნახე აქ როგორ კარგად აქვთ. სახელმწიფო სექტორთან ერთად კერძო სექტორიც არსებობს. ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდი, რომ ჩვენთანაც ასე რომ ყოფილიყო, ცხოვრება უკეთესი იქნებოდა და შესაძლოა საბჭოთა კავშირიც არ დაშლილიყო. მაგრამ ის, რომ მაშინ ომი არ იყო, ადამიანებს შორის გაუცხოება არ იყო. დღეს რაღაც, მეზობლებიც იშვიათად სტუმრობენ ერთმანეთს. მაშინ თითქოს მეტი სულიერი სითბო იგრძნობოდა ადამიანებს შორის. დღეს ეს ძალიან მაგლია. ჩვენ ასეთ ურთიერთობებს შეჩვეული ვიყავით. Чувство разумной достаточности было. მაშინ იყო ზომიერი კეთილდღეობის შეგრძნება. ყავდა ერთი მანქანა, ჟიგული. და თავს კარგად გვძნობდით. როცა გავთხოვდი, ჩემი ქმარი ექიმი იყო. ის ძალიან საპატივცემულო ადამიანი იყო და მას კარგი შემოსავალი ჰქონდა. მაშინ ექიმები ცოტანი იყვნენ. ახლა კი ისინი ბევრნი არიან. კარგად ვცხოვრობდით. აი მაგალითს მოვიყვან. თუ მე, როგორც პარტიის რაიონული კომიტეტის მდივანსა და ექიმის ცოლს, შემეძლო თბილი ქურთუკის, დუბლიონკის ყიდვა. აი მუშა, ან თქვათ, უბრალო ადამიანი, რომელიც მატერიალური სიმდიდრით ვერ დაიგვეხნიდა, პალტოს, საწვიმარის ან ლაბადას ყოველთვის იყიდიდა. თუმცა ლაბადა მეც მქონდა.
დღეს კი ზოგ ადამიანს 10 მანქანა აქვს და კიდევ მეც ყიდულობს. რამდენიმე სახლი სხვადასხვა ქალაქში და მაინც მეტი უნდა. ჩვენ როცა ავეჯი ვიყიდეთ, ძალიან გვიხაროდა. მეზობლები მოდიოდნენ, გვილოცავდნენ. კარგად გრძნოდით თავს. ყველას ჰქონდა ავეჯი. შესაძლოა იუგოსლავიური არა, მაგრამ თქვათ იმ ხანისთვის შედარებით მოკრძალებული ავეჯი ჰქონდათ. საკუთარ სახლებს იშენებდნენ. ჩემი რძალი, ჩემი ქმრის და როდიონოვკის კოლმეუნეობაში მეწოლად მუშაობდა. მისი ხელფასი ჩემზე მეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე რაიკომის, რაიონული პარტიული კომიტეტის მდივანი ვიყავი. მართალია, ჩემთან შედარებულ ფიზიკური შრომაც მეტი უწავდა. ვერ ვიტყვი, რომ ღარიბები მაშინ საერთოდ არ არსებობდნენ. ღარიბები იყვნენ, ისინი ყველგან არიან. მაგრამ მაშინ ძალიან ცოტანი იყვნენ, რადგან სამუშაო თითქმის ყველას ჰქონდა. ვისაც განათლება არ ჰქონდა, ეზოს გვიდა ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა ან სხვა. სამკერვალო და ტრიკოტაჟის ფაბრიკის მუშების ხელფასი 350-დან 400-მდე რუბლი იყო. ეს უტოლდებოდა რაიონული პარტიული კომიტეტის თანამშრომლის იქაური ჩინოვნიკის ხელფასს. თბილისი შორს იყო და მაშინ, სიმართლე გითხრათ, გზებიც ისეთი კარგი არ იყო, როგორც ახლა. მე არ ვამბობ, რომ საბჭოთა დროს ყველაფერი კარგად იყო. ჩვენ თანამშრომლები, როცა ვიკრიბებოდით, ერთმანეთში ვსაუბრობდით და ვაკრიტიკებდით იმას, რაც არ მოგწონდა. ვამბობდით, სადაა სამართალი? რაიონი ამდენ საქონელს აწარმოებს და ყველაფერი ბოლომდე სხვაგან იგზავნება. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იპარავდნენ, ვინც ახლოს იყო სარჩოსთან. მთავრობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნდა დაეტოვებინა აქ წარმოებული პროდუქცია. ადგილობრივ მაღაზიებში ჩაებარებინათ გასაყიდად. მაშინ ხომ კილოგრამი ხორცი 2 მანეთი ღირდა. ეყიდა ხალხს, რა დაშავდებოდა ამით? საქართველოს ხელმძღვანელობა მაშინ რატომღაც ძალიან ცუდად და ზედაპირულად უდგებოდა ბევრ ამეს. მაგალითად, ისეთ საკითხს, როგორიცაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლება. რატომ არ ჩადიოდა ხალხი თბილისში? იმიტომ, რომ იყო დაბრკოლება. ეს იყო ენობრივი ბარიერი. ქართულად ვერ საუბრობდა. საგანმანათლებლო პროგრამები როგორი იყო მაშინ? ქართული ენა კვირაში 2-ჯერ ისწავლებოდა, კვირაში 2-ჯერ. და საგანს სპეციალისტები არ ასწავლიდნენ. ქართული ენის სპეციალისტები საერთოდ არ იყვნენ. ასოებს გვასწავლიდნენ და სულ ეგ იყო. ახლა ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს. თუ ინტეგრაცია გსურთ, დაიწყეთ ენით. თუ ადამიანმა ენა არ იცის, როგორ შეიგრძნობს ის ამ ხალხის კულტურას? როგორ იგრძნობს თავს მონათესავე ერად? და ჩვენ ხომ მონათესავე ხალხი ვართ. Посмотрите, вот сейчас что хорошо. შეხედეთ ახლა რა არის კარგი. სხვათა შორის, ნინოწმინდის სკოლის, ისევე როგორც ახალქალაქის სკოლის კურსდამთავრებულები, 1 წელი მოსამზადებელ კურსზე ირიცხებიან თბილისის სასურველ უნივერსიტეტში. სადაც ისინი სწავლობენ ქართულ ენას და შემდეგ უგამოცდოდ აგრძელებენ სწავლას სასურველ სპეციალობებზე. და დაიწყო ახალგაზრდების გადინება თბილისში. ჩემს მეზობლად მოპირდაპირეთ ცხოვრობს სომხური ენის მასწავლებელი. ის სახლში რეპეტიტორობს. ერთი პერიოდი მას თითქმის აღარ ყავდა მოსწავლეები, რადგან ყველა თბილისისკენ გაეშურა და სომხური ენა და ლიტერატურა ისე აღარ ჭირდებოდათ. Советское время имели работу. საბჭოთა დროს ჩვენ გქონდა სამსახური. შვილებისთვის დანაზოგს ვაგროვებდით. და შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველაფერი გაქრა. სწორედ მაშინ, როცა შვილები სტუდენტები იყვნენ. ფულიც დავკარგეთ. მე სამსახური. მარტინი ექიმია და ამან გადაგვარჩინა. 2 სტუდენტი შვილი მყავდა იმ პერიოდში. ერევანში იყვნენ. მათი სტუდენტობა ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა.
მახსოვს ერთხელ ჩემი უმცროსი შვილი არდადეგებზე ჩამოვიდა. მე სამზარეულოში რაღაცას ვამზადებდი. არმენი ჩემთან მოვიდა და მითხრა: დედა, აი ფული. ვეკითხები, ძვირფასო ეს საიდან გაქვს? არა, არ მინდა. ვინ მოგცა ეს ფული? ის კი მეუბნება: დედა, აიღე ეს. ახლა აღარ მახსოვს რამდენი იყო. დედა, როცა ფულს გვიგზავნიდი, ცოცოტას გვერდზე ვდებდით, რომ შენთვის მომეტანა და გამეხარებინე. ღმერთის წყალობით, ახლა მას კარგი შემოსავალი აქვს. ერევანში ხალხი მასთან რუსეთიდან და თბილისიდან ჩადის სამკურნალოდ. ის ქირურგი, ენდოკრინოლოგია. უფროსი შვილი მოსკოვში მუშაობს. კლინიკაში მთავარი ექიმის მოადგილეა. თერაპევტია სპეციალობით. ორივემ ერევნის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. ექიმების დინასტია გამოგვივიდა. ჩემმა ორმა შვილიშვილმაც, გოგონებმა, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრეს. ბოგდანოვკას დასახელებას სახელი რომ შეუცვალეს, ვერ ვიტყვი რომ ყველამ ერთნაირად მიიღო ეს. ზოგმა ეს კარგად მიიღო, ზოგმა არა. ადამიანები, ვინც საღად აზროვნებს, პირადად მე გაგებით შევხვდით ამას, რადგან წმინდა ნინო სწორედ ამ გზით, ამ სოფლების, ფოკის, როდიონოვკის გავლით შემოვიდა. შემდეგ ფარავანის ტბასთან გაჩერდა. მაგრამ იყო ხალხი, რომელიც არც თუ კარდაკ შეხვდა ამ სიახლეს. მაგრამ როცა გამსახურდიამ თქვა საქართველო ქართველებისთვის, ამის შემდეგ დუხობორებმა ნელ-ნელა დაიწყეს აქედან წასვლა. ჩვენ წასასვლელი არსად ჰქონდა. სომხეთში. რუსეთი კი დიდია და მიიღო დუხობორები. თუმცა ვინც წავიდა, ბევრი მათგანი ახლა ნანობს. ზოგჯერ ჩამოდიან ნათესავებთან. აქ მათი წინაპრების საფლავებია. როგორ გვენატრება ჩვენი ბოგდანოვკა? როგორ გვენატრებიან მაშინდელი სომხები, დუხობორები, ქართველები? თუმცა მაშინ ცოტა ქართველი ცხოვრობდა აქ. ეხლა არის სოფლები, სადაც ხულოს რაიონიდან ჩამოსახლებული აჭარლები ცხოვრობენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ მიიღეს დადებითად მათი ჩამოსახლების საკითხი. თუმცა საერთო ჯამში ყველაფერი რიგზეა. მაგალითად, სოფელ სპასოკაში ქართველები და სომხები ერთად ცხოვრობენ და არასდროს მსმენია რაიმე ეთნიკური დაპირისპირების შესახებ. ჩხუბი ან ჩემი მეუღლე მარტინი გაიზარდა სოფელ როდიონოვკაში, სადაც დუხობორები და სომხები ერთად ცხოვრობდნენ, ოჯახივით. ერთად ქორწილებს იხდიდნენ, ერთად ასაფლავებდნენ. ერთიანი სასაფლაოც კი ჰქონდათ, მიუხედავად განსხვავებული სარწმუნოებისა. ისინი სექტანტები იყვნენ. დუხობორები ეს სექტა არა და სომხები სომხური გრიგორიანული სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები. განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ, მაგრამ ერთი სასაფლაო. თავისუფლება. ვთქვათ აი თავისუფლება. გავიდეთ გარეთ, ვიყვიროთ და ასე შემდეგ. ჩვენ ხო ვიცით ამ თავისუფლების შედედები რაცა, რა მოიტანა ამან. გაანადგურეს ქვეყანა. ქვეყანა რომ არ დაშლილიყო, საბჭოთა საქართველო და საბჭოთა სომხეთი რომ დარჩენილიყო, იქნებ ეს ყველაფერი კარდად განვითარებულიყო. თუმცა გაურკვეველია, უკეთესი იქნებოდა თუ არა. გაურკვეველია ეს ყველაფერი, არავინ იცის. უბრალოდ, ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს. ლიდერებსა და ხალხს შორის დაბალანსებული ურთიერთობა უნდა იყოს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება მაშინ, როცა მშვიდობა იქნება. ამჟამად არსებული სიტუაცია ძალიან საგანგაშოა. რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთ-უკრაინის ომზე. ეს რაღაც საშინელებაა, რაც ხდება. და როდის დასრულდება ეს? თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ მაინც გვეხება. გვინდა თუ არა, მაინც გვეხება. Хотите, не хотите, касается.